ვარინში ქართველი მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის 170 წლის იუბილე აღნიშნეს. იაკობობის დღესასწაული ყოველ წელს 27 ოქტომბერს იმართება. ქართულ ხალხური სიმღერები და ცეკვა დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. გორის რაიონში ჩასული სტუმრებისთვის საზეიმო ტრადიციული ქართული სუფრაც გაიშალა. იაკობობის საზეიმო განწყობისა და ღონისძიებების შესახებ კი სოფო დემედრაშვილი გიამბობთ. სოფელ ვარიანში ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის 170 წლის იუბილეს საზეიმოდ აღნიშნავენ. იაკობობის სადღესასწაულო ღონისძიებებში წელს პირველად შიდა ქართლის ყველა რაიონის სკოლა მონაწილეობს. გორის რაიონში მოსწავლეები ჩამოსულ სტუმრებს მხიარულ განწყობას ქართული ხალხური სიმღერებითა და ცეკვით უქმნიან. იაკობობა ყოველ წელს 27 ოქტომბერს აღინიშნება. ყველას უხარია ეს დღევანდელი დღე და მთელი სკოლები და რაიონებიდან ჩამოსული არიან ბავშვები და სხვადასხვა ღონისძიებებს მართავთ. ბედნიერები ვართ, რომ დიდი იაკობის ფესვები აი სწორედ ამ მიწიდან არის. ვლოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ დღესასწაულს და ძალიან მოხარული ვიქნები, რომ მომავალ წელშიც ასეთი დიდი ზეიმი იყოს აი ამ პატარა სოფელში. ვეხარა ქოთანი ნუცა სკოლა თხადაგიგო ის მოთხრობებია, რომლის პერსონაჟებიც დღეს სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს. სოფელ ვარიანში ქართველი მწერლის ნაწარმოებების ილუსტრაციებიც გამოიფინა და ხალხური შეჯიბრებებიც მოეწყო. ყოველწლიურად იმართება იაკობობა და იმართება კლავჭიდები და შეჯიბრებები და მე გავიმარჯვე კლავჭიდში და მე ეს მიხარია. გურმანებისთვის სოფელში ჩურჩხელები ამოავლეს და შემოდგომის ხილის გამოფენა მოაწყვეს. ვარიანში ახლად დაწურული ყურძნის წვენის დაგემოვნების შემდეგ წვადით შეიწოდა ქართული ტრადიციული სუფრაც საზეიმოდ გაიშალა. გარემოა არაჩვეულებრივი კონცერტი ჩატარდა, სკოლებმა წარმოადგინეს თავიანთი თავი, ძალიან ლამაზად, შესანიშნავი დღეა. ხალხმრავლობა იყო იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში. ქართველი მოღვაწის ბიუსტთან სამახსოვრო ფოტოებს დღეს მრავალი ადამიანი იღებდა. ანდერძად გადასცა 13,000 მანეთი ფული. ეს თანხა გადაეცით წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ მთლიანად ეს თანხა მოხმარდეთ ბავშვებს. ქართველი მწერლის მოღვაწეობის გაცნობის სურვილიც ბერს ჰქონდა. კიდი დამთვალიერებელს ახლა იმ ოთახს აჩვენებს, სადაც იაკობ გოგებაშვილს ვარიანის გლეხის შვილებისთვის 4 კლასიანი სკოლა საკუთარ ოთახში გაუხსნია. ასევე შემონახულია იაკობ გოგებაშვილის სამუშაო მაგიდა და კალამი, რომლითაც წერდა. იაკობი წერა-კითხვის საზოგადოების ერთ-ერთი წევრი იყო და იგი იბრძვის იმისათვის, რომ საქართველოში, სადაც არ იყო ჩამოყალიბებული სკოლები, საერთოდ უწიგნურები იყვნენ, წერა-კითხვა არ იცოდნენ, იბრძვის იმისათვის, რომ ჩამოაყალიბოს დაარსოს აი ეს სკოლები. იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის საათი ყოველთვის 6 უჩვენებს. იმ დროს, როდესაც 72 წლის ასაკში ტუბერკულოზით დაავადებული მწერალი გარდაიცვალა. ქართველი საზოგადო მოღვაწე მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.